აჭარაბეთის გულშემატკივრების ნაკრებიდან თამაშების დროს ვიყუროდა ყველაზე მეტს. ყველაზე მეტს თამაშების დროს ყვროდა მამი, იმიტომ რომ ცალყურში კარგად აღარ მესმის და სამწუხაროდ სულ ჩემს გვერდით იჯდა. მამი ყვიროდა განსაკუთრებული. მეტოქე გუნდი რო ისწოდა საჯარიმოებს, მაშინ ყვიროდა ზუსტად და აცილებდნენ ის ანრი. მე ალბათ საბა. ყველაზე მეტად ვის სჯეროდა ესპანეთთან გამარჯვების. მე იმიტომ რომ ესპანეთი მიყვარს ძალიან და საქართველოს მოიგებდა თუ ესპანეთი ორივე გამიხარდებოდა. არ მახსოვს ვის სჯეროდა ყველაზე მეტად, იმიტომ რომ არავისთვის მიკითხავს. ესპანეთი მეოთხე თამაში იყო? ყველაზე მეტად სჯეროდა აჩის და გავიმარჯვეთ, ხო? დათო ჯეროდა, ჩვენ გურუს ჯეროდა ყველაზე მეტად. მიხაკოს ჯეროდა ძალიან განსაკუთრებული. მე ესე ვიტყვი. ვინ აგვიანებდა ყველგან? მამი ალბათ და მამის მიტყვია. მაგას უხდება. კამკუსა. ყველგან ყოველს აგვიანებდა მამი. თამაშის დროს ყველაზე მეტჯერ ვინ კითხულობდა? რა მოხდა? მაგდა. ყველაფერზე კითხულობდა რა ხდება, რა ქნეს, როგორ, რანაირად. მაგდა, რა მოხდა? რა მოხდა? მაგდა. მე იმიტომ რომ ყველაზე შორს ვარ კალათბურთისგან. რა თქმა უნდა მე. ვისთან იღებდა ქართველი გულშემატკივარი ყველაზე მეტ ფოტოს? კამკუსას და თქმა უნდა კამკუსას. მე მგონი რომ მიხაკოსთან. საბასთან. საბამ ვაკაც კამკუსა ალბათ. ერთი სიტყვით აღწერე აჭარაბეთის გულშემატკივრების ნაკრები კვიპროსში. ქაოსი. დაუვიწყარი. დისციპლინირებული. აჩისგან განსხვავებით ხო? პარაფროსინი.